როდესაც ერთი თვე არ არის გასული, ვერ ცოდით ოლეგი. კარგი ხა, ეგ მაცადე, ცოდით, მე კითხვა მაქვს, ჩემი და შენ პასუხი გაეცი შემდეგ უკვე. 15 ერთი თვე არ არის გასული. ერთი თვე არ არის გასული, 15000 ლარი მოაკლდა სტაციონარს. ფოთის საკრებულოს მეორე რიგარეშეს ხდომახმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა გააპროტესტა. მათი მტკიცებით აღმასრულებელი ხელისუფლება თავს ვერ ართმევს დაგისრებულ მოვალეობას და ამით მოსახლეობა ზარალდება. 25 დღის წინ, ესე იგი, ჩვენ მივიღეთ 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, ქალაქის ბიუჯეტი და დღეს, როგორც ხედავთ, მერმა ჩამოაგზავნა ცვლილება, რომელიც უშუალოდ ეხება მნიშვნელოვან მუხლს, ეს არის მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის მუხლს მოაკლოთ 15600 ლარი. თვითონ კი ესე იგი 73500 ლარი დაიმატა მერიის ხარჯებში. რაც მე ვიკითხე, რას ემატებოდა უშუალოდ კონკრეტულად ეს თანხები, რაც მე პასუხი ვერ მივიღე, თვითონაც არ იციან რაზე ემატებენ თანხებს. ის ნაშთი, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტიდან გადმოვიდა წელს, ეს გახლავთ 3 მილიონი ლარი, ცენტრალური ხელისუფლება, რასაც ქვია, თანხას აძლევს ქალაქს, მერი კი შეგნებულად ტენდერს ვერ აცხადებს, თუ არ აცხადებს. ეს შეგიძლია თვითონ მას დაუსვათ. შეგიძლია კონკრეტულად ეს არის სტადიონის რეაბილიტაციისთვის იყო თანხა გამოყოფილი, რომელიც არ იყო 1 წლის მანძილზე თანხა ტენდერი გამოცხადებული და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეს თანხა ისე უკან წაიყო. მე პირდაპირ მინდა გაგიმარტო და გითხრათ, რომ ეს არის პირდაპირ მერის გულგრილობა საქმის მიმართ. ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვითარიამ ბიუჯეტში ერთჯერადი მატერიალური დახმარების აღდგენა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მან განაცხადა, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს. ყველაზე დიდი პროტესტი კიდე გამოთქვი იმასთან დაკავშირებით, რომ ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამიდან 3000 ამოიღეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შემცირდა შობადობა ამ ქალაქში და ხალხს ეშინია შვილის გაჩენის იმდენად მძიმე სოციალური მდგომარეობა და ამასთან დაკავშირებით ვიტყობ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას უკვე წლებია და ვერ მივაღწია ამას. ესე იგი მაიძულებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართო. ეს საზოგადოების დაკვეთაა. თუნდაც ის ერთხელ რომ დაეხმარები ადამიანს და ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა ქალაქშია ეს ერთჯერადი მატერიალური გარდა ფოთისა. ფოთში სირცხლილია რომ ეს არ იყოს. მსუყე პროგრამები გვაქვსო ჩვენ და ამაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. დაიკვეხნიან ეს პროგრამები მაგათ დახვდათ და არაფერი პროგრამის სახით არ ჩაუმატებიათ სოციალურ პროგრამაში. ამიტომ მე ვხდები იძულებული, ეხლა თვის ბოლოს კიდევ ჩამოვა ცვლილება ბიუჯეტში და თუ არ იქნა შეტანილი, მე უკვე უკიდურეს ფორმას ზომებს მივიღებ და პროტესტს გამოვხატავ. აბა მეტი სხვა არაფერი არ რჩება ამ საცოდავი ხალხის დასაცავად. საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, აღმასრულებელი რგოლი კანონის შესაბამისად მოქმედებს. რამოდენიმე წლის წინ ფოთის საკრებულომ შეცვალა ეს მიდგომა, ანუ არის შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთჯერადი დახმარებები დაუშვათ 100 ლარიანი დაუშვათ, რომ მიეცეს დაუშვათ წელიწადში ერთხელ ადამიანს. ჩვენ რამოდენიმე წლის წინ ვარივთქვით ამაზე, იმიტომ რომ პირველი ეს გადანაწილების პრინციპიც ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ თუ გამოუყოფთ ერთჯერად დახმარებას დაუშვათ ადამიანს უნდა გადაანაწილო მაშინ ყველა სოციალურად დაუცველზე, რის საშუალებაც ბიუჯეტს არა აქვს. აქედან გამომდინარე, ეს თანხები მობილიზებულია და აკუმულირებულია სხვადასხვა სოციალურ პაკეტებზე, ისე რომ არ მოხდეს გაორება